როგორ გონიათ ბიზინა ივანიშვილს რა აფრთხობს სანქციები რომელი ქვეყნიდან ასე მაგალითად ბალტიის სახელმწიფოებმა რომ დაასანქცირონ და დაასანქცირეს კიდეც რომ დაასანქცირონ დამატებით ეს შეაშინებს თუ არა ოლიგარქ ბიზინა ივანიშვილს მე გეტყვით რომ არა ბალტიის სამივე სახელმწიფოში ესტონეთში უყვეთ ჩრდილოეთიდან ესტონეთში ლატვიასა და ლიეტუვაში ჯამში მას პირობითად 127,000 ევროს ქონება თუ ექნება ისიც შეიძლება არ ქონდეს მაგრამ ჩავთვალოთ რომ აქვს და 127,000 euро მისთვის დაახლოებით იმდენია რამდენიც ჩვენთვის 13 თეთრი ვინმე რომ ამოგვაცალოს ჯიბიდან შეიძლება გვეწყინოს მაგრამ დიდად არ ვიდარდებთ ვერ გადავყვებით ახლა ეხლა 13 თეთრს ამიტომ კი ბალტიის სახელმწიფოებმა რასაკვირველია უნდა დაასანქცირონ ოლიგარქი ბიზინა ივანიშვილი მათ შორის იმიტომ რომ ის პრორუსულ პოლიტიკას ატარებს საქართველოში ქვეყანაში რომელიც ევროატლანტიკურ გზაზე იყო შემდგარი ოდესღაც რასაკვირველია და ის ღალატობს და ზურგში ლახვარს ურტყამს სცემს ქართულ სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფოს და ასევე ევროატლანტიკურ ღირებულებს და ქართულ ხალხსაც თავარია მაგრამ კვლავ მიმეორებ ბიზინას ეცინება ბიზინას აბასთუმნის უღრანებში გამოკეტილს. გაეცინება თუ არა ბიზინა ივანიშვილს ასე მაგალითად პოლონელთა სანქციებზე ან პოლონელებისა და ჩეხების სანქციებზე ერთად. თუ იქ 127,000 euro თუ დოლარი ექნებოდა ბალტიის სამივე სახელმწიფოში ერთად, იქ პოლონეთსა და ჩეხეთში მას ჯამში ჰქონდეს 127 2-ზე გავამრავლოთ 274,000 ესეც პირობითად ცხადია 1000 ევროს ქონება და 274,000 ევრო მისთვის იმდენია რაც ჩვენთვის 27 თეთრი და 27 თეთრზე თუ დაკარგავთ მას ხომ დიდად არ იდარდებთ არა გეწყინებათ განა არა მაგრამ ხომ არ გადახვებით რამდენიც არ უნდა გქონდეთ ყველაზე ცოტა შემოსავალი ვისაც აქვს ის ხომ არ გადახვება 27 თეთრის დაკარგვას მაშ რომელი სახელმწიფოდან სანქციები ადარდებს ბიზინა ივანიშვილს განსაკუთრებით. აქ რასაკვირველია უნდა ვახსენოთ ორი ძირითადი სახელმწიფო. მეორეზე ოდნავ მოგვიანებით ახლა პირველი ვახსენოთ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. 2013 და 14 წლის ფინანსურ დეკლარაციაში ბოლო დეკლარაციები მე არც მინახავს და არც არის გამოქვეყნებული თუ არ ვცდები. ბოლო რამდენადაც ის დეპუტატობის კანდიდატი იყო ბიზინა ბორინკა ივანიშვილი, მაგრამ 13-14 წლის დეკლარაციებში როცა ის პრემიერი იყო და მე უკვე აღარ იყო, მაგრამ ვალდებული იყო ჩაებარებინა დეკლარაციები, იქ ასახული იყო ბიზინა ივანიშვილის ამერიკული აქტივები, ამერიკაში არსებული აქტივები. ჩამოტვირთულიც ჰქონდა სადღაც და კარგადაც დავამონიტორინგე ეს აქციები არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთლიანად მისი აქციები, ობლიგაციები, მისი კაპიტალი. ხო და ამერიკაში მას 13-14 წლებში საკმაოდ ბევრი აქცია, ობლიგაცია ჰქონდა სხვადასხვა უმსხვილეს კომპანიებში, Apple. მე არ მახსოვს უბრალოდ Apple-ში რამდენი ჰქონდა, მაგრამ Apple-ში რო ჰქონდა, რასაკვირველია მახსოვს. General Motors ასე მაგალითად. Google ასე მაგალითად. რა ვიცი, Tesla-ში ჰქონდა თუ არა არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც. მოკლედ იქ და მე Excel-ში რო შევიყვანე ეს ბუნებრივია მე კონვერტაცია გავაკეთე ერთ რომელიმე ხას კონკრეტულ ვალუტაში თუ არ ვწდები დოლარში მაშინ სადღაც მაქვს ეს ფაილი ჩემს კომპიუტერში ძველში და აღმოვაჩინე რომ 800-დან 900 თუ არ მეშლებოდა კონვერტაციის შედეგადაც კი 800-დან 900 მილიონი დოლარამდე ჰქონდა ამგვარი აქცია ობლიგაციების სახით და მე დაუსვი საკუთარ თავს კითხვა ის 4 მილიარდ 100 მილიონი სად გააქრო ბიზინა ივანიშვილმა მეთქი კითხე და აღმოვაჩინე რომ ბიზინას ასე მაგალითად დორა მარიკატით პიკასოს გენიალური ნახატი რომელიც ამდენადაც ვიცით ყოველ შემთხვევაში ასე ვიცით რომ შემოიტანა ბოლო ხანებში საქართველოში და ახლა აქ უკიდე ან აბასთუმნის უღრანებში ან ჭორვილის ჭიუხებში ხო ბიზინა ივანიშვილს დეკლარირებული იმხანად ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ჰქონდა მაგრამ ახლა ჩვენ ხო ამაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ აფრთხობს თუ არა მას შეერთებული შტატების დან სანქციები. შეერთებულმა შტატებმა ის ერთხელ უკვე დაასანქცირა და ახლა გზაშია იცით თქვენ მეგობარი აქტი ჩაუწიოთ ტელეფონს. ხო? მეგობარი აქტი. რომელიც ყველაზე ოპტიმისტური გათვლით
ყველაზე ოპტიმისტური აქტით გათვლით მეგობარი აქტი მიღებული იქნება ივლისის თვეში. თუმცა გულახდილად გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მაქვს, რომ ზედა პალატამაც მიიღოს ეს აქტი და მე უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა დაასვას თავისი მსხვილი ხელმოწერა და კანონად იქცეს ეს ყველაფერი, გულახდილად გეტყვით, რომ ეჭვი მეპარება და მიუხედავად კონგრესმენ ვილსონის დიდი მცდელობისა, რომ დაასაბუთოს და ასაბუთებს, რასაც ამბობს, რასაკვირველია, უკლებლივ ყველაფერი საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, მაღალი ალბათობით იმის გამო, რომ პირველი, ბევრი სხვა ამბავია, დღის წესრიგში გაცილებით მნიშვნელოვანები მომიტევეთ და ვიდრე ამბები საქართველოსი და ასევე ამერიკელი კანონმდებლები ორივე პალატიდან გადიან შვებულებებში, ახლა ამ დღეებში სანამ გავლენ, ვიდრე გავლენ, მანამდე უნდა მოასწრონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ოღონდ არა საქართველოსთან მიმართებაში, ამის გამო სწორედაც რომ ჩემი აზრით მაინც თუ საგანგებო რამ არ მოხდა, სექტემბრამდე, ოქტომბრამდეც კი შეიძლება გადავადდეს მეგობრარი აქტის მიღება, ეს რაოდენ სამწუხაროა. ბიზნეს აფრთხობს ამერიკული სანქციები. მით უფრო რომ ამერიკული სანქციების შედეგად გარშემო ყველას დაუსანქცირებენ, ვინც ის იქნება გადასწრული, ვინც ის კი არა, ნამდვილად გადასწრებიან მის მეუღლეს, ეკატერინა ივანიშვილს, არა ეკატერინე ხვედელიძეს, საკუთარ თავსაც მეუბნები რომ შეცდომა არ მოგივიდეს ემანდ ამის გამო არ გეჩხუბოს და დაგსაჯოს ფსევდო ხელისუფლებამ მეთქი, არა ეს ხუმრობაა ცხადია, მაგრამ ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ასევე ბერას ცოტნეს გვანცა ქვია ხო, ქალიშვილს ბერას ცოტნეს გვანცას და უტას, ხო არ დამავიწყოს, აი უტას იაპონიაში როა, კერო იაპონიაშია, ვიცით ჩვენ. ეგრა მაგის პასუხია, ელჩი ვინ არის იცით იაპონიაში? ვილაპარაკებთ მაგაზე, დრო უნდა ჩაგვივარდეს, ვის სად არის ნათესაურ კავშირში იცით ვისთან არის ეს ელჩი? ვილაპარაკებთ ამაზე, თუმცა ერთი ნათესავი მისი ელჩისა დღეს პატიმარია. გაგიკვირდებათ და ნათესავი კი, პატიმარია და ნამდვილად დასაფასებელია მისი ქმედება, რომ ის არ წავიდა ხელისუფლებასთან გარიგება, მორიგება, შერიგება, გადარიგებაზე და წავიდა საპატიმროში, ასაკვირველია ის განთავისუფლებული იქნება. ელჩისა უტაში არ შეგეშალოთ. მაგრამ ეხლა ჩვენ ხო ამაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, ვისი სანქციები აფრთხობს ბიზინა ივანიშვილს განსაკუთრებით მეთქი ასე ვიტყვი. და შეერთებული შტატების სანქციების გარდა რასაკვირველია აფრთხობს ბრიტანული სანქციები. მიუხედავად იმისა, რომ ბიზინა ივანიშვილმა ბრიტანეთთან გარკვეული ქონების გამოტანა მოასწრო და ამის გამო მისმა დე ფაქტო პარლამენტმა კანონებიც კი მიიღო და შეცვალა და მიიღო და იქ რაღაც დაბეგრის წესები შეცვალა და არ დაბეგრა ბიზინა ივანიშვილი ქონების შემომტანი, როცა ყველას სხვას ბეგრავს, ხო? ამის მიუხედავად ოფშორებიდან ბრიტანეთი აკონტროლებს ოფშორებს. ხო, ამის მიუხედავად ბიზინა ივანიშვილმა ვერ მოახერხა გარკვეული უძრავი ქონების და ფინანსების შემოტანა საქართველოში, სწორედაც რომ ბრიტანეთიდან და ოფშორული ზონებიდან და ეს არის სწორედ საინტერესო ამათ საერთოდ უკლებლი ყველას სწორედაც რომ ბრიტანული სანქციები აშინებთ, იმიტომ რომ ოფშორებში არა მხოლოდ ბიზნეს, არამედ ამათი ბანდის წევრებს გადამალული აქვთ ყოველი ზედმეტი თუ სწორედ სიტყვა, ყოველი შემდგომი არა, ყოველი ზედმეტი ალბათ უფრო ადეკვატური ტერმინია, ქონება თუ ფინანსები. მინისტრს რომელიც ენერგოპროექტებშია, პატარა ჰესებზე ლიცენზიებს თუ ნებართვებს გასცემს, ამაში ვინიც ის პატარა ფულსაც ჩაუკუჭავენ ხოლმე, დეპუტატს, სხვებს, ესენი ცდილობენ, რომ გაიტანონ ფული ბრიტანეთში და ოფშორულ ზონაში. მათ შორის გამორჩეული რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილია, რომელსაც ესეთი ჭიაღუებადაც არ მიაჩნია და ჭიაღუებზე ოდნავ მაღალი კატეგორიის არის ტიპი, რომელიც ინახავს ტელეკომპანია იმედს და რომელიც საკუთარ ლიბერთი ბანკს, როგორ მოპოვებულს ამაზე ოდნავ მოგვიანებით ან უფრო ზუსტი რომ იყოს სხვა დროს, სადაც ვისი კაპიტალია და ვისი ფინანსებია ჩამარხული ამაზეც სხვა დროს, რომელი რუსი დასანქცირებული
ბიზნესმენისა და ოლიგარქისა, Liberty Banks ეს პატივცემული, ანუ ირაკლი რუხაძე, ახლა ყიდის ჩინელებზე მაქსიმალურად სარფიერად რასაკვირველია ამას ცდილობს, რომ იქნება აქედან მაინც გავიდეს, იმიტომ რომ სანქციების מחვილი დამოკლეს מחვილი, ხო? სანქციების מחვილი გადასწვდა მასაც და გადააშოლტა მის ზურგზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. მე ახლა წავიკითხავ რამდენიმე ციტატას, კი არა ხო, რამდენიმე ამონარიც დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუსი, რომელიც ბათუმელებმა ჩაწერა. ის არის ბატონი დავითი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი და თავისუფლების ფონდის დამფუძნებელი. ახლა გამახსენდა, ეს ის თავისუფლების ფონდია, რომელიც თუ არ ვწდები და მეგობრი, არ ვწდები, რომელიც ამბობდა, რომ აი ეს ფონდები რო დაიხურა, ასე მაგალითად ნანუკასი ამბობდა და ალბათ გარკვეული წინსვლებიც აქვს ამ თვალსაზრისით, რომ შეეხიდება ცოტა პროცენტს, მაგრამ ვიღაცას მაინც გადაუხდით, როგორც უცხოეთიდან უნდა ჩაურიცხო, რამდენადაც მახსოვს მოქალაქეებმა მას თანხა ბრიტანეთში და ის გადაუხდის ჯარიმას, რაღაცა საჭიროების მიხედვით გადაურიცხავს ყველა იმ შეჭირვებულისთვის თუ შესაძლოა არა შეჭირვებულისთვის, მაგრამ ვისაც სჭირდება თანხები და ამავდროულად ბატონი დავითი ყოფილა თავისუფლების მოედნის წევრი, მე მუთვლი თავისუფლების მოედნის მესვეურებს, ლიდერებს ჩემს მოკითხვას. ბატონ დავით, რა საჩვენებდა თქვენთვის დღევანდელი შემთხვევა? ხო, ბოდიშ ვიხდი, ეს არის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით ირწმუნებული და მასთან გააპროტესტეს ქართული ოცნების მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიერ წამოწყებული სრულ დაბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია. ერთ წამს ბიძინა ივანიშვილს მიუბრუნდეთ. გახსოვთ ხო, ეს რამდენიმე დღის წინამდელი ამბავია, რწმუნებული ჩვენი სახელმწიფოსი ბრიტანეთში დაიბარეს ბრიტანეთში ლონდონში და უთხრეს რომ ცოტა ხუმარ უბერავთ. ამრო დაესხმით ამ თავს ამ საერთოდ ყველა ელჩს, მაგრამ ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი და ევროკავშირსაც ესხმით, მაგრამ ჩვენ რას გვესხმით თავს, რა უფლება ხარ, ვინა ხართ საერთოდ. ეს კაცი, ბუთქუნა კაცი, ალბათ ცოტა უხერხულადაც გრძნობდა თავს. ღმერთმა უწყის, მაგრამ და ისმენდა ამ პრეტენზიებს კი არა სამართლიან შენიშვნებს, რისი პასუხის გამცემი იყო ჩვენ შირო დარჩეს. მას ალბათ ეუხერხულება და პასუხი არც შეიძლება ჰქონდეს კობახიძე თუ შალვა პაპუაშვილი, რაც მჟოტიალობენ, მაგრამ მეორეც მხრივ არის რა რწმუნებული, გარკვეული პასუხები უნდა გასცეს და უნდა თქვას, რომ რას ბრძანებთ. რას ბრძანებთ? ჩვენი და ბრიტანეთის ურთიერთობა მარადიულია. ჩვენი და ბრიტანეთის ურთიერთობა ეს დიპლომატიური პროტოკოლში მოქცეული, დიპლომატიურ ეტიკეტში მოქცეული სიტყვებით უნდა გავიდეს ფონს, როგორღაც გაილიოს ის ნახევარი საათი, რომ გამოაღწიოს. მაგრამ ამის დროც კი, ამის შესაძლებლობაც კი არ აქვს. ეს არის ერთვიანი კამპანია დაახლოებით. აქამდე ბრიტანეთი იყო ინფორმირებული ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდებოდა, თუმცა ბრიტანეთი არ იყო ამას ამბობს ბატონი დავითი. ბატონი დავითი, ხო, ხوار ბეშლება. დავით ჯინჭარაძე. ესე იგი, აქამდე ბრიტანეთი იყო ინფორმირებული ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდებოდა, თუმცა დიდი ბრიტანეთი იყო ქვეყანა, რომელიც ასე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ამბებში, როგორც მაგალითად ესტონეთი, ლატვია ან ლიეტუვა. დაახლოებით ერთ თვის წინ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ბრიტანეთზე თავდასხმები. იმედზე იყო სიუჟეტი, წარმოიდგინეთ, იმედზე, რომელსაც ეს რუხაძე აფინანსებს, რომ აი ელჩი ბრიტანეთის და საქართველოში თითქოს რევოლუციურ სცენარებს დებს და საქართველოს საელჩოს ერთ-ერთი ივენთის ფოტოები გამოაქვეყნეს ამ დროს საელჩოში. ამათ ქართულ რუსულ ოცნებას აქვს ერთი ზასკოკი, უკაცრავად რუსულისა, ხო? ერთი ჭანჭიკი მოშვებული. ამათ გონიათ, რომ სადაც კი ვინმე გაჭაჭანდება, ელჩი ასე მაგალითად, ის აუცილებლად ლაპარაკობს ან საერთოდ ლაპარაკობს რევოლუციურ სცენარზე. ამიტომ ეს deep state და რევოლუციური სცენარი ებლანდება ყველგან. და ეხლა ამ ერთი თვის წინ დაარტყეს მათ სწორედაც რომ შეუტიეს მას სწორედაც რომ ბრიტანეთის ელჩს და რეალურად კი ბრიტანეთის მთავრობას. კითხვა ასეთია ბათუმელებისა. რის მიღწევა სცადა ამით ოცნებამ. თქვენი დაკვირვებით მით უმეტეს რომ ცნობილია ბრიტანეთის სანქციების ძალა. ბრიტანეთს აქვს სანქციების გასაღები, რომელიც თუ ეხება ადამიანს, ეხება მის ყველა ფინანსურ ასპექტს ბრძანებს ბატონი დავითი. როგორც ნახეთ, ივანიშვილი დაასანქცია შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ ეს მის ყველა ქონებაზე არ გადავრცელებულა. ბრიტანეთი თუ ასანქცირებს ბოლომდე ივანიშვილის და რუხაძის, მეტყვილა არ მეხსენებია რუხაძე, ტევ იმედის მფლობელი,
შემთხვევაში კი ძალიან ბევრი რამ ეხება დიდ ბრიტანეთს. მეორეა სანქციების ბიზნეს ასპექტი. ბრიტანული კომპანიები საქართველოში სტრატეგიულ როლს თამაშობენ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზინა ივანიშვილს ერხევა თვალს უშუალოდ პერსონალურადაც, მაგრამ ბრიტანული კომპანიები British Airways, British Petroleum შემოსულები არიან მესამე კომპანია სახსრეს ბატონი დავითი, ეს არის EasyJet, ხო? ესენი შემოსულები არიან საქართველოში და იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთი დაასანქცირებს უშუალოდ პერსონებს ბიზინა ივანიშვილს და მის ქვემდებარეებს, ეს დიდი კომპანიები ბრახდა გავლენ საქართველოსთან. გარდა ამისა, რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლავ მინდა გავიმეორო, ბიზინას არ შემოუტანია, არ დაუბრუნები, არ შემოუტანია საქართველოში ბრიტანეთიდან და განსაკუთრებით ოფშორებიდან მისი ქონების უმეტესი ან მნიშვნელოვანი ნაწილი თუ გდებავთ ასე ვიტყვი და თუ ბრახდა ჩამოართვა კონფისკაციის სახით ბრიტანეთმა ბიზინა ივანიშვილ ოლიგარქს ბრიტანეთში და მათ შორის კუნძულებზე განფენილი ქონება ეს ბიზნესთვის იქნება მომაკვდინებელი დარტყმა. ბიზინა ამ შემთხვევაში დაკარგავს არა 500-600 მილიონს თუ 700 მილიონს, რასაც დავობს ის შვეიცარიულ ბანკთან, არამედ დაკარგავს გაცილებით მეც კაპიტალის ოღონდ ასე ვიტყვი სახით, თუმცა ბიზინა ამ წუთებშიც, აი რომელი საათიც არის ახლა 11 საათი და 35 წუთი, ამ წუთებშიც კი ფიქრობს იმაზე, როგორ ნახოს პატარა ხრელუკა, რომ დააბრუნოს ხშირ შემთხვევაში ვერ დასაბრუნებელი ქონება, რომ ვიცოდეთ. გამიჭირდება იმის თქმა, რა გასვლით მოქმედებს ივანიშვილი, მე რომ იყო ივანიშვილის ადგილას და მომინდეს ავტორიტარიზმის დამყარება, ასეთი სწრაფი ტემპით ამას არ გავაკეთებდი. არ გადავიმტერებდი იმ ქვეყნებს, რომლებიც შედარებით ნეიტრალურად იყვნენ განწყობილი და ბრიტანეთი იყო განწყობილი. ნეიტრალურად ოცნების მიმართ. დიპლომატიის თვალსაზრისით დადებითად განწყობილი არავინ იყო უნგრეთის გარდა. ნეიტრალური განწყობა კი ბრიტანეთს ახასიათებს ყველგან. და ბატონი დავითი ხსნის ჯინჭარაძე რომ ესე იგი ეს არის პანიკური პოზიციიდან ნამოქმედარიო. ამ შემთხვევამდე 2-3 თვით ადრე თვის განმავლობაში ლონდონში სხვადასხვა ივენთი იყო და მე როგორ ყვება ისტორიას როგორ მიიწვიეს ეს როგორ არ მიიწვიეს იყო განათლების მინისტრი ასე მაგალითად და ხო უმაღლეს დონეზე შეხვედრები როგორ ვერ გამართა ქართულმა რუსულმა ოცნებამ. თავისუფლების ფონდზე ლაპარაკობს კიდევ. ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაასანქცია ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა სისტემურ წამებაში. ბრიტანეთი მსგავს გადაწყვეტილებას არ იღებს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინმეს არ ეგონოს, რომ ესენი ანუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხალხის და თალხისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორები ესე უსებ დილა მთენია იღვიძებენ და ამბობენ რომ მოდი დავასანქციოთ ხარება ან დავასანქციოთ რუხაზი ან დავასანქციოთ გომელაური ან ვიღაცა და ვიღაცა და ვიღაცა რომელი გომელაური იცი ბოდის ვიხდი ამას ვიტყვი ბარემ ის გომელაური რომელსაც უსერიოზული პრობლემები აქვს მათ შორის ის გამო კოლ-ცენტრების არსებობის გამო და ვისთან ერთად კოლ-ცენტრების გამო უჩა იცით ვინ არის? უჩა მამაცაშვილთან კოლ-ცენტრების არსებობის გამო. თანამდებობიდან წასულ და დაჯილდოებულ და მადლობა გადახდილ და მადლობა მიღებულ გომელაურს აქვს უსერიოზულესი პრობლემები კობახიძის და კობახიძის ზუგს უკან ახლა დგომ ბიზინა ივანიშვილთან. ეს რომ ვიცოდეთ და უჩა კი წასულია ხსენებულ ლონდონში ოღონდ ეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს ეს ამბავი უჩასთვისაც კი ბევრმა არ იცის ამის შესახებ და გონია რომ პასიური როლი აქვს ბრიტანეთს რეალურად კი ბრიტანეთში ამ დრომდე არც კი ხვდებიან უმაღლესი დონის შეხვედრებზე ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელს პირდაპირ უარს ეუბნებიან და ეს არის მათი მკაცრი პოლიტიკა ამიტომ მათ სხვადასხვა ივენტზე დადიოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ანუ მოდი ესე ვთქვათ შოპინგზე დადიოდნენ საქართველოს დიდი ხანი ელჩი აღარ ხავს ბრიტანეთში და ასე შემდეგ და კითხვა ასეთი რა მოლოდინი გაქვთ ვის დაასანქციებს ამჯერად ბრიტანეთი ყველას ვინც უშუალოდ არის ჩართული ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში
ბრიტანეთი რა საკვირველია დაასანქცირებს. ეს უთხოვარად ასე იქნება, ვინც მენეჯმენტში ან მაღალი თანამდებობის პირია, მათ დასანქცირებას შედარებით მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ეს საკითხი, რომ აქტიურად განიხილება, მაქვს ეს ინფორმაცია. ბრიტანეთი საკმაოდ ფრთხილი, ბიუროკრატიული, მე დავამატებდი, მაგრამ ხისტი ქვეყანაა. მათ განაცხადეს კიდეც დახურულ და აღია შეხვედრებზე, რომ ქართული ოცნება თუ ასე გააგრძელებდა, მეტ ნაბიჯს უნდა დალოდებოდა ბრიტანეთისაგან. ამგვარი ფორმალური გაფრთხილება იყო საგანელიზის დაბარებაც, ანუ რწმუნებულისა. და ესეთი კითხვა, თქვენი აზრით რა ბერკეტი შეიძლება გახდეს ბრიტანული სანქციების წინააღმდეგობი რა ბერკეტი შეიძლება გახდეს ბრიტანული სანქციები წინააღმდეგობისთვის საქართველოში უკეთესი ფორმულირება სჯობდა. ჩვენ გვჭირდება ის, რომ სანქციებმა გამოიწვიოს წრიული რეაქცია. აი ეს პასაჟიც და დავამთავროთ ამით. გადამდები უნდა იყოს სანქციებით. როცა ბრიტანეთი ასანქცირებს, ბუნებრივია, რომ ის ასე მაგალითად ისლანდიისთვის, შუაში ახლა, ხო? ნიდერლანდებისთვის, ასე მაგალითად ესპანეთისთვის, ასე მაგალითად გერმანიისთვის, ასე მაგალითად საფრანგეთისთვის ეს გადამდებია, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ბრიტანეთი საკმაოდ სერიოზული და წარმმართველი არის ამ ბევრ სფეროში, მაგრამ ამ სფეროში ამ მიმართულებითაც მსოფლიო პოლიტიკისა და ტრენდთა შექმნისა, ასე ვიტყვი და სწორი პოლიტიკის ღირებულებითი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა. მოკლედ რა უნდა ვთქვათ საბოლოო ჯამში. ბიზნეს არ აღიარებს ბალტიური სახელმწიფოებისგან სანქციები, პოლონეთისა, ჩეხეთისა აგრეთვე. არ ვიცი, არ აღიარებს მაგალითად ბულგარეთმა რა სანქცია შეიძლება დაუწესოს. ან ევროკავშირის მთლიანადა ხო, მთლიანად თუ მეტწილად კი, მაგრამ მას აღელვებს სანქციები შეერთებული შტატებიდან და ბრიტანეთიდან. ბრიტანეთიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში ბიზინა, ახლა გამოთქვათ ამბავარაუც, კიდევ უფრო მეტად გადაგიჟდება და იტყვის, რომ გლობალური ომის პარტია აგე მებრძვის, მაგრამ განა რამდენი ხანი იბრძვის, რამდენი ხანი იტყვის ბიზი და ივანიშვილი ამას. და მე გეტყვით, რომ მაღალი ალბათობით ამის შემდეგ ბიზინას კულუარულად შეუცვლიან exit, ანუ გამოსწავლის გეგმას დაუდებენ, როგორი შეიძლება ეს იყოს, გამოსავალი იყოს, როგორი. ცხადია ის მოიცავს ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ რა ფორმით, ანუ მოიცავს ამ ჯოჯოხეთური კანონების გაუქმებას, მოიცავს პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების განთავისუფლებას, ალბათ მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, აქ მაინც ალბათობით ვიტყვით, თქვენის ნებართვით, ყოველ შემთხვევაში სიამაღლობელისა ზვიადრატიანისა 55 პატიმრისა და სხვებისა ყველა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით კანონით საქმის შეწყვეტას ყველასი მაგალითად ტაბლიაშვილზე არის ერთი ადმინისტრაციული საქმე 5,000 ლარიანი ჯარიმა 5,000 ლარიანი საქმე ჯარიმის სახით რაც არის და ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ვიტყვი რომ ყველასთვის თანხის დაბრუნებას ვინც აქამდე გადაიხადა გარკვეული ჯარიმა კანონმდებლობის შესვლას და ყალბების მექანიზმების გაუქმებას, ასე შემდეგ, ყველას განთავისუფლება ვთქვი და მე არჩევნების დანიშვნას. ოღონდ ამას როგორ ფუთავს, ანუ სახე ბიზინა ივანიშვილმა უნდა შეიდარჩუნოს. მაღალი ალბათობით ბრიტანეთიდან სწორედ ან ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბიზინას ამას შემოუთვლიან და ამას დაამატებენ დაკალით პოლიტიკურ დაკვlas გულისხმობთ. ასაკვირველია დაკალით ირაკლი გობახიძე და შაიკა. ბიზინას ისე ღრმა და აქვს შეტოპილი, რომ შეიძლება ამ ყველაფერზე არც წავიდეს. მეცაც გეტყვით, მე მგონია რომ არ წავა. ანუ უმალიყურებს ბოლომდე რომ დამასანქცირა შეერთებულმა შტატებმა ამჯერად ბრიტანეთმა და დედამიწირესო, ვიდრე წავა დათბობაზე, ოღონდ ამას სასაკვირველია შეფუთავს სხვაგვარად, რომ აი მე პატრიოტი კაცი ვარო. მაგრამ ეს ხო ესე არ არის. ეს სანქციები მარტო პერსონალური სანქციები კი არ არის, ეს სანქციები არის ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის ტოლფასის განსაკუთრებით თუ მსხვილი ინვესტორები კი არ ვინც არიან უკვე მსხვილი კომპანიები რომლებიც ოპერირებენ საქართველოში ისინი გავლენ British Airways ასე მაგალითად ხო ალბათ British Petroleum-ს გაუჭირდება გასვლა მაგრამ British Airways შედარებით გაუადვილდება ამაზე ნუ მალაპარაკებთ ახლა აი ეს არის ამბავი მატრახი რომელიც ბიზნეს Ოდიში.
ბოდიში. მატრახი, რომელიც წკეპლა, რომელიც ბიზინა ივანიშვილს გადაუჭირეს და ესე ურტყავენ ახლა ხელებში ალბათ და მე სურგზეს მიარტყავენ, იქნება ძალიან არის და მით უფრო იქნება ძალიან მტკივნეული. ამიტომ გეუბნებოდით გრიგოლიჩ, სულ გაფრთხილებდით, რომ პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა როგგონიათ, რომ დედამიწის ცენტრი ხართ, არის მცდარი. ახლა დაჯექით, დაბძანდით, დაეგდეთ და ინერვიულეთ. და რაც უარეს იზავთ და მეტად გაჭედავთ, ისტორია ხომ ატრახს კი არა, ქამარს კი არა. ძიმე სიტყვებს, უმძიმე შეფასებებს გადაგარტყავთ ზურგზე. მაგრამ ისტორია ფეხებზე კიდიათ ალბათ, იმიტომ რომ თქვენ ხო იმ ხანად ცოცხალი არ იქნებით და თანამედროვეობაც იზამს არანაკლებს და მტკივნეულ დარტყმებს მოგაყენებთ. მესმის რომ ჯიქურ გაუწევთ წინააღმდეგობას ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს, მესმის რომ უამრავ შეცდომას დაუშვებთ და გვატკენთ ძალიან. ძალიან ხო ბევრი კადრი ვნახე, მაგრამ ძალიან ბევრი კადრი ვნახე. დედა, რომელსაც შვილი დაუჭირეს არაფერზე და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი კადრი ვნახე ნანკა კალატოზიშვილისა საჭესთან ზის და ცრემლები შეწუხებულთ ანგრეულია. ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო ჩემთვისო, ამბობს. აი ამ ტკივილს ქართული საზოგადოება არ გაპატიებთ და ეს სანქციები მხოლოდ შეგვეხიდება, არ გეგონოთ რომ ეს მთავარი იარაღია, რომელიც ჩვენ გვაქვს. შეიძლება გეგონოთ კიდეც, მე რა ვიცი. ნახოთ.